რთული ვითარება აჭარის ორ მუნიციპალიტეტში ინტენსიური სამუშაოები გრძელდება, იწმინდება გზები, სამაშველო ჯგუფები მზადყოფნაში არიან. თამარ ჩიკვატიას რთავთ აჭარიდან პირდაპირ ეთერში. აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში უწყვეტად მიმდინარეობს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები. პროცესი არის კომპლექსური და მრავალ მიმართულებას მოიცავს. ინტენსიურად იწმინდება მაგისტრალები, ქუჩები, გზები და ტროტუარები. მათ შორის უწყვეტ რეჟიმში იწმინდება მაღალმთიან აჭარაში ბათუმი ხულო ახალციხის შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზა. გარდა ამისა, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ბრიგადები 24 საათიან რეჟიმში არიან მობილიზებული მოქალაქეების დასახმარებლად. ამას გარდა მათ შორის 10-მდე ოჯახი იქნა უკვე გადაყვანილი უსაფრთხო ადგილას. გარდა ამისა, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა სტიქიის თანმდევ პრობლემებთან გასამკლავებლად. კომუნალურ სერვისებთან ხელმისაწვდომობა რა გქონდეთ მოქალაქეებს. ბათუმში ამ დროისთვის ელექტროენერგიასთან, ბუნებრივ აირთან და წყალმომარაგებას მიწოდებასთან დაკავშირებით შეფერხება არ არის, თუმცა ეს კვლავ რჩება გამოწვევად. რამდენიმე მუნიციპალიტეტში დღეს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო თორნიკე რიჟვაძე, როგორც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელმა აღნიშნა. მომდევნო რამდენიმე დღე არის გარდამტეხი და ყველა შესაბამისი უწყება აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ ყველა გამოწვევასთან გამკლავება უმოკლეს დროში მოხდეს. მადლობა თამარ ჩიკვატია იყო.